Salmebi Batonicas Madloba რომ არის ჩვენი გადაცემის სტუმარი. თქვენ როგორ შეგიძლიათ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს თქვენი არგუმენტებით, რითი არის საინტერესო პროცესები, რომელიც უკრაინაში ვითარდება და რითი უკავშირდება ის საქართველოს? მეგონი თვითონ ახალგაზრდა დავისვით ბუნებრივია გაიცეთ, მაგრამ არ მეგულება ადამიანი, ვინც არ თვიდეს, რომ ეს ერთი არის ძალიან მჭიდრო კავშირში ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში საქართველოსთან და მეორე, როგორც მინიმუმ ძალიან არაობიექტური ადამიანი თუ არ არის, თulis რომ ძალიან აქტუალური არის, როგორც მინიმუმ ყოველთვის თავი დავარებოთ ის რაც ხდება და ამ თავარი ამბავის, ასე თქვა, თავარი მოქმედა პირი და შესრულებელი გახდა ბატონი სააკაშვილი. რა თქმა უნდა, ეს არ არის ბატონი სააკაშვილისა და პოროშენკოს ორთავზოვნა დაპირისპირება. თუ ფაქტო კონტექსტში შევხედავთ სურათს, ეს არის პოლიტიკურ სისტემასა და ოლიგარქიულ სისტემას შორის დაპირისპირება შუაგულ ევროპაში. ანუ ოლიგარქიულ წესრიგებასა და პოლიტიკურ სისტემას, ანუ პოლიტიკოსების დაპირისპირება. და მე დაწოლებული ვარ მაშინ, როდესაც ხედავთ, რომ პოლიტიკოსების მხარეს დგას საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მხარდაჭერის სახით, დროის ამბავია მხოლოდ, რომელიც აი ხელის გაწმენის შიშორეს არის ეს პერიოდი, როდესაც დადგება დრო და გამარჯვებულად გამოცხადდება და გამოცხადდება ეთოსებეთ ოლიგარქები უკრაინაში და გამარჯვებულად გამოცხადდება ხალხი. ანუ ხალხის ნების შეჩერება გუშინდელმა ფაქტმა დაადასტურა, რომ არის შეუძლებელი. უკრაინაში სადაც არსებობს არაერთი ბატონად რო აქვს, არაერთი ბიძინა ივანიშვილი, არამედ დაახლოებით 8-9 ბიძინა ივანიშვილი, რომლებიც ფლობენ ყველა საკუთარ ტელევიზიას. აი 9 ოლიგარქს აქვს თავის ტელევიზია. სხვათა შორის გულში რო ქონდა ჩვენ მაგალითად პატივი და საშუალება გვეყურებია პირდაპირ ეთერში იქ მიმდინარე უკრაინა-პოლონეთის საბრძოლო მიმდინარე მოვლენებისთვის, უკრაინის პრაქტიკულად 90% მოსახლეობის ეს ვერ იხილა. მეტობა ალბათ არც ერთ არხზე პირდაპირ ეთერში არ იყო, მხოლოდ ბევრი ტელევიზია მუშაობდა, არაეროვნულ დონეზე, ასე ვთქვათ, მაუწყებელი ტელევიზია, ისიც TV24 და ტელეკომპანია ზიკი, რომელიც არის საქართველოს მასშტაბით რეალურად მაგალითად პატარა ტელევიზია გამომდის შევედავთ, ეროვნული მაუწყებლები არ მაუწყებლებდნენ ეს ერთი და მე რომ დონოდათ ბატონმა პოროშენკომ რა გააკეთა, იცით, ეხლა ის რომ შუაგულ ევროპაში მატარებელი გააჩერა ხალხით სავსე, ის რომ გამოაცხადა შუაგულ ევროპაში საზღვარი დანაღმულად, სრულიად წარმოუდგენელია, ის რომ ინტერნეტი გათიშა და ის რომ სიგნალი გაუთიშა ყველა ტელევიზიას, ნუ ეხლა ბუნებრივია ბატონიკა, ანუ პოლიტიკურ სისტემასა და ეს ტალღა რა თქმა უნდა ძალიან სწრაფად თოვლის გუნდის პრინციპით გადავა საქართველოშიც, ვინაიდან საქართველოშიც ზუსტად იგივე სისტემა არის, ანუ ოლიგარქიული ქვეყანას მართავს ერთი ადამიანი, რამდენიმე მის უახლოესი მოკავშირეს მეშვეობით, ჩვენ ქვეყანაში არ ყავს ხელისუფლება. მიხეილ სააკაშვილს, ბატონიკა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არაფერს არ მართავდა, ანუ უკრაინისთვის ის ახალია თავისი არსით. საქართველოში ის 9 წელი იყო ხელისუფლებაში. თქვენ ფიქრობთ, რომ მოლოდინები, რომელიც შეიძლება უკრაინის მოქალაქეს კონდეს სააკაშვილის მიმართ, იგივე ექნება საქართველოში სააკაშვილის მიმართ? მე დავიჯერე მეცნიერად ქალბატონიანა 5 წელი, რაც 9 წელიწადზე საუბრობ, გავით ერთხელ სამუდამოდ რომ კალენდარზე მართლობის 9 წელიწადზე საუბრობ, ბატონიკა, სხვა რამეს ვამბობ, ის ორი ვადით იყო საქართველოს პრეზიდენტი. გავიგე, ქალბატონიანა, გავიგე, მაგრამ ხალხმა გადაწყვიტოს, ხომ? ხალხმა გადაწყვიტოს, ანუ საზოგადოება გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა. საზოგადოება გადაწყვიტოს ის სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელიც აბსოლუტურად თითქმის გამოწვეულია და შეკითხველია. ეს 9 წელი რაღაც თქვენ მტკივნეული კომპლექსი გაქვთ ამ 9 წელზე. მე კითხვა დავსვით ჩვეულებრივი, არ გეჭხუბებით. ბატონიკა, მე არ გეჭხუბებით, შესაძლოა 9 წელი თქვენთვის ცუდი ასოციაციაა, მაგრამ გეუბნებით, რომ ის იყო ორი ვადით მართველი საქართველოში. როგორ ფიქრობთ, თან გავიხიმებ, რომ არ გეგონათ, რომ გეჭხუბებით. როგორ ფიქრობთ? მოლოდინები მის მიმართ საქართველოს და უკრაინაში ერთი და იგივე იქნება?
თუ გინდათ აბა თქვენ რა პოლიტიკას მილაკეთებს ახლა ხალბატონი ბესელია ბატონი ჯეჯერავა ყობახიძე ერთი პოლიტიკოსი დამისახელეთ ქართული ოცნების რიგებში ვინც რეალურად ვისაც შეცდებს ძალა ანუ ვინ არის არ მაინტერესებს მე არა ვარ ქართული ოცნების რიგებში პოლიტიკოსების აღმომჩენი ფართო კონტექსტში დავინახოთ წდება ბედი არა რომელიმე პოლიტიკოსისა და რა ვთქვათ სხვა პოლიტიკოსისა რომელიც ხელისუფლებაშია და პოლიტიკოსი რომელიც ოპოზიციაში დღეს უკრაინაში არამედ მე მგონი გასაგებად ავსენი და ვეცადე ყოველ შემთხვევაში რომ დავინახებთ თქვენი სურათი ფართო კონტექსტში ანუ ოლიგარქებისა და პოლიტიკური სისტემის დაპირისპირებაა აი მარტივია და თბილი საქართველოს იგივე შემთხვევა იგივე მოცემულობა გვაქვს ესე ქალბატონებიან 2000 მახსოვს მაშინ გაცილებით ახალგაზრდა შორს იყავი საერთოდ პოლიტიკისგან 2020 წელსაც უამრავი ხარდაჭერი ყავდა ედვარდ ჩევალაძის ხელისუფლებას რატო ყავდათ იცით იმიტომ რომ იმეორებულად ჩევალაძის ხელისუფლების მეშვეობით მხოლოდ რამდენიმე ათასი ოჯახი ჭამდა სვამდა კაც იხურავდა კარგი ეცვად შვილებს ავირავეთ ანუ თქვენ ფიქრობთ რომ მაგრამ ბატონიკა თქვენ ფიქრობთ რომ სააკაშვილი მოენატრებს საქართველოში მაშინ თქვენი პოლიტიკური გუნდი ყველაზე მეტად ასოცირდება მასთან რატომ ეს არ აიხსახება საარჩევნო შედეგზე კითხვებს ვსვამ ბატონიკა ამისთვის ვარ აქ დიახ კი ბატონო აისახება დაწნილებით შემიძლია გითხრათ ეს არის დროის ამბავი ყოველდღიურ რეჟიმში ეხლა მე კონსულტანტი შევედი იმ ოთახში საიდანაც ხარ გერთობით ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში ვარ მოსახლეობასთან საარჩევნო კამპანიის ფარგლებს არ არის გასაკვირი და ამის მიღებასაც და მანამდეც რეგიონები რაიონი თბილისი თვისობრივ განსხვავებული დაწყება კიდევ უფრო ვიდრე იყო შარშა არ არსებობს არ ხდება უბრალოდ ადამიანი ვის არის ქართული ოცნების ხარდაჭერი არ ხდება მითითოთ გავითვალისწინებთ რომ დღეს არის ქართული დაცული მოძრაობა მათაც განახლებული და მე ამაყობა დღეს რომ ბوار ამ გუნდის წევრი და ისიც მე ამაყობა რომ რამდენიმე ადამიანი ვინც დიახ ოლიგარქების ასეთად მეშვეობით იგი რაც უკრაინაში ხდება იგივე მოხდა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში დაცული მოძრაობას აღმოჩნდა ადამიანები რომლებიც სხვადასხვა ასე ვთქვათ მოსყიდოს დაექვემდებარდნენ რამდენიმე პოლიტიკოსი ეხავებითი ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენენ და იქაც არიან რა თქმა უნდა ღირსეული ადამიანები მაგრამ 2-3 ადამიანის გარდა არავინ არ იცის და ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ ის ყველაფერი რაც მოხდა ვერავინ დაჟღერდა და დანადგილებით უცი გიგა ბოკერია გიგი უგულავა და ბათო კეზერაშვილის გარეშე მოხდა მაგალითად მათი დაცულებული მოძრაობები და გაყოფა გიგა ბოკერია გიგი უგულავა და ბათო კეზერაშვილის დიახ აქტიური მონაწილეობით იყო მცდელობა გიჟინა ივანიშვილთან ერთად დაიგრეულიყო ნაციონალური მოძრაობა ეს ასე არის და მე ამაყება რომ ასეთი ადამიანია 10 მეორე მოღალატია 10 მესამე მოღალატია და ასეთი ადამიანების ადგილი არ არის ნაციონალურ მოძრაობაში ანუ ბატონიკა თქვენი ყოფილი თანაგუნდელები შეეკრნენ ივანიშვილს და ამის გამო წავიდნენ კიდევ ერთხელ რომელთა დიახაც ბათო კეზერაშვილები რომელსაც დიახაც არ ამახდა რომელი იქნება ლაკოტიკო ფარცხალაძე სამართლიანად, როდესაც ვიცი, რომ ბილიონებს შეუძლებს და ასობით მილიონს შეუძლებს, როდესაც ვიცი, რომ იმ პარტიაში, რომელსაც ხდება პოლიტიკური საკითხის ხელმძღვანელი, იყო ადამიანი წლებისი, რომელსაც სულ გაუყოლებს შევა მილიონები. ყაჩაღობით, ქურდობით და ზარცვით. დათო კეზერაშვილმა გიჟინა ივანიშვილის მე შექმნე ევროპის საქართველოს აფინანსებს. ბატონიკა, დავით კეზერაშვილმა მილიონები იშოვა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს და თქვენ ამბობთ რომ მან ზარცვით და ყაჩაღობით ანუ დიახაც ესეთი ადამიანები დიახაც ხალხობრივიანა მიგონებოს პაპასოს გავცეთ დიახაც ეს ადამიანები და სხვა ადამიანები იყო სიცხული და ნამდვილად ვერაფერ პასუხისგებლობას და დავით კეზერაშვილის და ადამიანებზე რა თქმა უნდა საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები გამომდინარე იშოვა ფინანსურ პოლიციაში როდესაც მუშაობდეს ძარცვავდა ისევე როგორც ფარცხალაძე ძარცვავს დღეს ანუ იმ ხელისუფლებაში შესაძლებელი იყო გაგეძარცვა საზოგადოება თქვენ ამ ხელისუფლებას ყველა ბიზნესი ხარჯობიერა მეტყვი ვისაუბრეთ ხო დარიმეს ბატონიკა კითხვა მაქვს თქვენთან ყველა მისი ბიზნეს პარტნიორი ყველა მისი ასე ვთქვათ ასე მოწილე დღეს ასე ვთქვათ საქართველოში იმყოფება რომლებიც სამართლით არ ვიცი
განდევნილი იყო, ბათუმ მეკითხო რატომაც მოხდა, რომ ყოველი ერთად დაბრუნდნენ და ბიზნესი არათუ განაგზეს ბიზნესი კეთება, ბიზნესი განავითარეს. და ეს ქართული ევროპის ეს ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ბოკერია უბნავა, ასე ვთქვათ, პარტია, ბაგრატის პარტიას, რომ აფინანსებს, თქვენ როგორ გელიეთ, ეხა იმისი რა ქვია, ივანიშვილის დასტურის გარშე შეხება ეს ყველაფერი. დიახაც, ანუ დავით კეზერა ბატონიკა, მინდა რომ ეჩვენება რომ ასეთი რამ არ გითქვათ აქამდე. ბევრი დრო უნერვიულობ. ანუ დავით კეზერაშვილი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს უკანონოდ ნაძარცვი ქონებით გამდიდრდა და დღეს ივანიშვილს შეეკრა და მისი თანხმობით აფინანსებს პარტიას ადამიანებისა, რომლებიც ასევე შეეკრნენ ბიძინა ივანიშვილს. არა, ეხლა თქვენ რაგონია წიგნი დაწერა დათო კეზერაშვილმა და ისა რა ინტელექტუალური განსაკუთრებული შესაძლებლობის მქონე ადამიანები თუ როგორ მე კი ვიცი რომ არ დაწერა წიგნი, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა გვარწმუნებდა რომ რაღაც უბაძლო ნიჭის პატრონი იყო, რომელიც გამდიდრდა ერთ წელიწადში. ოღმაში რატომ ალაპარაკეთ ხარდატორებიანა ყვები მე მგონი და ვავიწავ თქვენთვის საინტერესო ცნობილი საუბრო ხო არ მესმის უბრალოდ წუდიაში ვარ თქვენთან ძალიან რთულია ეს რეჟიმში ბატონიკა ამიტომ შეისვენეთ ხოლმე და ჩემ შეკითხვას დაელოდეთ მე ანაყება მე კარგით ალბათო ერთი წუთით ბატონი დავით კეზერაშვილი რომ მოულოდნელად გამდიდრდა ეს მხოლოდ კეზერაშვილის პასუხისგებლობა ანუ ვიღაც ბანდიტი ქურდი ეხა ევროპულ საქართველოს აფინანსებს და თქვენთან ანუ მე ჩავთავზე ბაგე კარგი მომისე ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საერთოს თავმჯდომარეა და მე ვიძახი რომ ეს პარტია არის განახლებული პარტია და ამ პარტიაში რაღაც მოხალატე უგულავების დრო იქნება რაღაც ბოკერიების და რაღაც კორუმპირებული კეზერაშვილების და ფაცხოვაძეების და ასე შემდეგ დიახ ამაზე მე ვაგებ ამ პოლიტიკას ჩვეწალმათა დღეს და დაწმუნებული ვარ მოსახლეობის ნდობას ნაციონალური მოძრაობა აუცილებლად დაიბრუნებს რატომ იცით მათ უნდა დაინახონ რომ ჩვენ არ ვართ ყალბები ჩვენ ვიძახით კარგზე კარგს და ცუდზე ცუდს და ვიძახით იმას რაც არ უნდა გაკეთებული იყო დაუშვათ წლების წინ ვიძახით იმას რა შეიძლება მეტი გაკეთებული იყო და იმას ვიძახით ძალიან გარკვევით და მკვეთრად რა უნდა გაკეთდეს ამიერიდან მაგრამ ამავე დროს ვამბობთ რომ ჩვენ კი არ უნდა დავბრუნდეთ ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს უგულავასთან ერთად რომ იყო კორუმპირებულთან ასევე ჩვენ და სამწუხაროდ რომელიც 24 საათი მთელი ნაციონალური მოძრაობის აქტივი მის აქციებს დადიოდა და გამოვიდა თურმე და ნაწილობრივ ბრალი არის არა ადამიანი ბოკერია კეზერაშვილი ძალიან ბევრი არ მიდაით მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია იქ მაგრამ ეს ადამიანები ვერასოდეს ხუს ვერ შემოყოფენ განახლებულ ნაციონალურ მოძრაობაში ეს უნდა გაიგოს მოსახლეობა როგორც კი გაიგოს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას მათ შორის საკადრო თვალსაზრისით საზოგადოების დიდი დაწერის ხარდაჭერა ნახეთ თქვენ მაშინ ბატონიკა, თქვენ ამბობთ რომ აი ამ პაუზით ვისარგებლებ და ჩაგეკითხებით. თქვენ ამბობთ რომ პარტია სხვაგვარია, განახლებული და მაცადეთ. თქვენ ამბობთ რომ პარტია განახლდა, ის სხვაგვარია, მაგრამ სხვაგვარია თუ არა თქვენი ლიდერი, იმიტომ რომ გუშინ ვუყურებდით მას და ის მე მაგალითად მაგონებდა 2003 წლის სააკაშვილს და თავისი მედიასთან ურთიერთობითაც არ შეცვლილა, ანუ კარგი, ხოლო რა არის ახლა ეს? დიახ, როდესაც იყო რევოლუციური ხელისუფლება, ჩემი დაკვირვებით 2003 წელს ბუნებრივია ამ ხელისუფლებას მოყვა პირდაპირ ვთქვათ უღირსი ადამიანთა ასე ვთქვათ ცხებაც. რევოლუციური ხელისუფლება წარმოიდგინეთ რევოლუციურ ტალღას და ესეთი ადამიანები აღმოჩნდნენ სხვადასხვა თანამდებობებს. რომელთა გაწმენდა პერიოდულობით ხდებოდა ბუნებრივია და ის ეტაპი სხვადასხვა ეტაპზე გადადიოდა ამ წმენდის პოლიტიკა, მაგრამ აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები როგორიც იყვნენ კეზერაშვილები. საერთოდ აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ეხლა მე რო გითხრათ, ეხლა კეზერაშვილი არის ადამიანი, რომელსაც საკუთარი ბუნებრივი შესაძლებლობა გამომდინარე, არ უნდა დამირეკოს თვითონ კეზერაშვილი ამ ხერხა, რატო დამცინეო? გამოვიდეს ეს ადამიანი და სხვა ადამიანები, დიახ, თუ ახსნას და განმარტოს, საიდან იშოვა მილიარდები ამ ადამიანმა. მე არ მიდის პოლიტიკაში არჩეულ მეგობრებს. ამ განახლებული ნაციონალური მოძრაობის გუნდის წევრობა და დარჩენა, თუკი ჩვენ ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რაც ნამდვილად არ მოგწონს. მე ვერ ვიქნები ხალხი მე ვერ ვიქნები მე თქვენ კარგი ახალი წევრი ხართ ბატონიკა მაგრამ ძველებმა არ იციან საიდან იშოვა დიახაც მე გეუბნებით 100%-იანი
ერთიანი სულისკვეთება ასაკეთებდა მიმართებაში და მე ვსაუბრობ დიახ როგორც ადამიანი რომელიც ბევრ რაღაცაზე დღეს პასუხს ვაგებ და რო დაუბრუნდეთ იმით ვითიც დავიწყე დიახ ეს ბრძოლა არის დღეს და ხალხმა გადაწყვიტოს ვინ იქნება გამარჯვებული ამა თუ იმ არჩევნებზე ჩვენ ხედავთ რა ხდება ხო ჩვენ ხედავთ დაწყებული იქიდან რომ ქართული ოცნების შემომწივრთა 60% არის ის იურიდიული პირები არიან რომლებმაც უბრალოდ ტენდერის გარეშე მიიღეს ხელშეკრულებები ხელისუფლებისგან მე რატომაც უბრალოდ ერთბაშად მოუნდა და ზოგმა 100,000 ლარი შეწირა როგორც იურიდიულ პირმა და ზოგმა 60,000 ლარი ფიზიკურმა პირმა მაშინ როდესაც სასადინოებში უფასო უმწევრთა სასადინოებში თბილისში არათუ ტევა არ არის მელოდინის რეჟიმში არის ხალხი რომ იქნებ ერთი ულუფა მაჭამოთ დღის განმავლობაში. კარგი. ბატონიკა, გითხოთ? შეიძლება გითხოთ? დიახაც ყოფილი დიახ. ბატონიკა, თქვენ ამბობთ და გვარწმუნებთ რომ შეიცვალეთ, მაგრამ შეიცვალა თუ არა კაცი, რომელიც ყველაზე მეტად ასოცირდება თქვენს პარტიასთან და რომელიც თქვენთვის არის სწორედ ამ ბრძოლის და მოძრაობის სიმბოლო. დიახ. კი ბატონო, გავიგე. კი ბატონო. რა თქმა უნდა, ვეცადი ამეცდა რომ ყველაფრის რას გათვალისწინებით ეს ადამიანი რა თქმა უნდა სხვანაირად უყურებს პროცესებს. მე ხარ დაგემოვოთ და არაერთი კამათი მქონია სხვადასხვა დროს, ცხარე კამათიც ძალიან სააკაშვილთანაც ისე როგორც მაგალითად აქ დღე არ გავაო ჩვენ არ ვიკამათოთ ან მე არ მეკამათოთ ან მე არ მეკამათოთ ჩემს მეგობრებს ხო? ჩვეულებრივ ცოცხალი პროცესია, მაგრამ ვატყობ თვისობრივ განსხვავებას ხედვაში. თვისობრივ განსხვავებას ხედვებში და დაწევნებული ვარ რომ იმის 0.1% შესტომებისა რომელიც იყო რა თქმა უნდა 15-16 წელს რატო საუბრობთ ამაზე როდესაც 5 წელიწადია ქვეყანას ანგრევენ და სახელმწიფოების საფუძვლები გამოაცალეს სახელმწიფოს მაგრამ რახან თქვენ გსურთ მაინც გეტყვით რა თქმა უნდა ეს დაშვება არის შეუძლებელი და გამორიცხული და არც იქნება მაგრამ დღეს წდება უკრაინის ბედი კი არა, წდება საქართველოს ბედიც. წდება ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იმ ოლიგარქის ბედი, რომელიც მართავს ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით და რამდენიმე სახელმწიფოს გამოკლებით ყველგან იგივე მდგომარეობა, რომელიც არის საქართველოში, ხო? პოსტსაბჭოთა ქვეყნებს გულისხმობ. გაიმარჯვებს ანუ შეიცვალა სააკაშვილი? ხალხის ნება, мотивация ან გაიმარჯვებს ოლიგარქია, მაგრამ ეს არის გამორიცხული, უბრალოდ ჩვენ ხედავთ, რომ 5 წლის თავზე ქართულ ოცნებას პრაქტიკულად არ დაჭა ხარდაჭერა და ხარდაჭერა საქართველოში დგანან თავიდან ბოლომდე უბრალოდ ფულზე და დგანან მოსყიდვაზე და დაშინებაზე და იმ 115,000 საჯარო მოხელეზე 14,000 საჯარო მოხელით მეტი მუშაობს დღეს ქართული ოცნების ბიუროკრატიაში თქვენ გონიათ ესეც დადია სამსახურში 100,000 ბატონიკა ასეთი კითხვა მაქვს ამ ხელისუფლების საკრიტიკებელი დრო გვექნება მე და თქვენ ასეთი კითხვა მაქვს ვინაიდან კითხვა მაქვს მე ვინაიდან მიხეილ სააკაშვილია მაინც თავარი თემა ნუ გადახვალთ და მინდა მასზე ვისაუბროთ თქვენ მაინც არ პასუხობთ პირდაპირ ის როგორც პოლიტიკოსი შეიცვალა თუ არა ამიტომ მინდა ასეთი შეკითხვა დაგისვათ მისი აქტივობებით ის გადაწყვიტოს მე გეუბნებით სამჯერ გიპასუხეთ რაბატონებინა სრული პასუხისგებლობით გეუბნებოდი ამ პარტიაში არც ზაზა ბიბილაშვილი იქნებოდა არც ნიკამელია იქნებოდა და არც ხატია დეკანოიძე იქნებოდა და არც ბატონი გრიგოლ ვაშაძე და არ იქნებოდა რო არ იყოს მზაობა რო არ იყოს ის ხედვა რომელიც საჭირო ქვეყნის განსავითარებლად და თქვენ ახლა მაინც მოვაბარეთ შეიცვალა თუ კი შეიცვალა მხოლოდ უკეთესობის კი შეიცვალა პასუხს გეუბნებით იმიტომ რომ დიახაც 2003 წელს ბუნებრივია ზადაგზააკეთებდა ამ გუნდს რევოლუციური ხელისუფლება იყო და მოკლა ეს ადამიანები ჩამოთვალე რაც იყო მაგრამ ეხლა ჩვენმა სხვა ბრძოლაში სადაც ბუნებრივია არამხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერების საქმეა და ტკივილია და საზრუნავია ყველა იმ ადამიანის ტკივილი საზრუნავი და სადარდებელია ვისაც გული შეტკივა უკეთეს საქართველოსზე და ხვალინდელ ქართულ სახელმწიფოზე ხვალინდელ უკრაინელებზე ხვალინდელ უკრაინის სახელმწიფოზე ეს ბრძოლა მიმდინარეობს ჩვენ თვალწინ ისტორია დაიწერა გუში გასაგებია ახაც შუა გულ ევროპაში ქართველმა პოლიტიკოსმა მასშტაბურმა ასე ვთქვათ მასშტაბურმა გაქანების პოლიტიკოსმა ბუნებრივია მოახერხა ის რასაც ალბათ ყველა პოლიტიკოსი ერთად აღებული რომელიც ქართულ პოლიტიკურ კლასს წარმოადგენდა უკანასკნელ
უკანასკნელი 25-20 წლის განმავლობაში ვერ მიახერხებდა ერთად და ვერ. კარგი, ბატონო ნიკა, გუშინ კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ ის სიცოცხლის უნარიანია, მას შეუძლია იყოს მთავარი თემა, ის აცოცხლებს, როგორც ერთი ექსპერტი წერდა ქსელში, თავისი ამ ქმედებებით ის საქართველოში აცოცხლებს თავის მომხრეებს, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ ასეთივე წარმატებით ის აცოცხლებს თავის მოწინააღმდეგეებს და ბოლო რამდენიმე არჩევნებმა ცხადყო, რომ მოწინააღმდეგეები ბევრი ყავს. დიახ. სიდან ჩამოვარდნელი არა ვარ და დამიჯერეთ ჩემპიონატ სოციუმში, სოციალურ წრეში, ასევე ადამიანებთან, რომელთანაც მიწევს ყოველდღიური შეხება. ეხლა ეს კლიშეები, რომელიც ეხლა და რაღაცა სტერეოტიპები, რომელიც არ ვიცი რატო გაჩნდა თითქოს იცით ეხლა გამოიწვევს ქართული ოცნები. იმ ქართული ოცნების ხარდაჭერასაც ისევე შეა, როგორც შეა რიგი პენსიონერს და ისევე შეა, როგორც სოციალურ დაუცველს. რაზე ველაპარაკებით, ალბათ რომ ქვეყანაში გაიხედეთ იმ კონდიციონებულ, ასე ვთქვათ, ოთახებში მოსყიდან ის მაღალჩინოსნები, ეს ქვეყანა კი არ არის გარშემო. ატამი ვერ გაყიდა ნახევარმაკახეთმა და დაალყა ატამი და მოისპო სამეგრელოში თხილი და განადგურდა ისევე პატრონი არ გამოუჩნდა. ხალხი პირდაპირ გაგებით შიერი გადის და რაზე ველაპარაკებით ხედავთ როგორ მაგალითად შევარდაძესაც კი არ მოსულია თავში შაულის ტყის მიგდებარებით ჩეკავს ისეთ ხებს და ეზიდება იმითი საკუთო მანქანებით საჩხერეში და კედელს აშენებს გურიაში ტრასის გაყოლებაზე და მიაწერს და მოეწევს აყოლ აზე მოვაგავ გასაგებია დიდი მადლობა ბატონ ნიკა ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო რამეები თქვით ჩვენს ეთერში იმ პარტიაზე რომლის წარმომადგენელი იქნება ახლა ჩვენი სტუმარი დიახ დაასრულეთ დიახ ამიტომ გამორიცხული არის ხალხის ნება ხალხის სურვილი და ხალხის ჟიმი იყოს შეკავებული ნებისმიერი ოლიგარქის მიერ და იმ ადამიანების მიერ, ვინც ოლიგარქების, ასე ვთქვათ, გასაგებია. დიდი მადლობა, მე ვეთანხმები ამ პოსტულატს, რომ ხალხის ჟინს ვერავინ ვერასოდეს ვერ აჩერებს. ძალიან დიდი მადლობა ნიკა მელიას